Glotsaut ყველას დიდი სიყვარული და მინდა რომ დღევანდელი განცდა წირვისა, შეგრძნება წირვისა გამძაფრდეს უფრო, კეთილ განწყობაში გადავიდეს, უეჭველია და აუცილებლად მოხდება ის, რომ ადამიანი როცა ეზიარება, ის უკეთესად გახდება, ვიდრე არის და ვიდრე იყო. კიდევ უფრო უკეთესი გახდება. რა თქმა უნდა, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარება გვაძლევს შეგრძნებას და შემოდის ჩვენში ნათელი და შეგრძნებას გვაძლევს იმისა, რომ ჩვენ დავწყნარდით, გავწონასწორდით, ჰარმონიაში მოვიდა ჩვენი სულიერი ძალები, ჩვენი ემოციონალური ძალები, ჩვენი ხორციელი ძალები და უფრო მძლავრი გავხდით, უფრო გაწონასწორებული გავხდით, უფრო გამტკიცით რწმენაში. ეს არ არის ცოტა, ძალიან ბევრია დღევანდელ ცხოვრებაში. გულწრფელი ადამიანის გულწრფელი ლოცვა, გულის მიერ გრძნობით, გონებით და გულით აღვლენილი ლოცვა, მთელი სულით, მთელი გულით, მთელი თავისი ენერგიით აღვლენილი ლოცვა აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს და უფლის მიერ პასუხს აუცილებლად მიიღებს. და ადამიანი, რომელიც ბედნიერებას ითხოვს და არ შეიძლება რომ ბედნიერებას არ ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს. ვიტყვი რომ ვავალებ ადამიანს. იტყვის ერთ-ერთი ღვთისმეტყველია, რომ ადამიანი ევალება უბრალოდ რომ ღვთისმეტყველური ბედნიერება, სულიერი ბედნიერება ითხოვოს. დანარჩენი შედეგად ემოციონალური და ხორციელი ბედნიერება მიეცემა მას. იმიტომ რომ ინსტინქტების დონეზე, ინსტინქტების მოთხოვნილების დონეზე დაკმაყოფილი სიამოვნება ბედნიერება ის არ არის ის მეტაფიზიკური ბედნიერება და ზებუნებრივი, ზეაღმატებული ბედნიერება, რასაც ქრისტე ნეტარებასა და ცათასასუფეველს ეძახის. ხომ? და უწოდებს. ამიტომ ის ბედნიერება, რომლის შესაძლებლობა ზუსტად აქ მიწაზე ვართ მოცული, ზუსტად აქ უნდა გავიგოთ ეს ბედნიერება რა არის, ზუსტად აქ გვიბოძებს ქრისტე იმ ბედნიერებას, რომელიც შემდეგ გრძელდება იქ მარადიულობაში, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მორწმუნე გონებით, მორწმუნე გულით, გულდამშვიდებული, წმენით ახსილი, სწორი და მართალი სარწმუნოებით გაჟღენთილი ცნობიერებით და მსოფლმხედველობით განსაჯოს, გაიაზროს, განარჩიოს ღვთის ხატება არის. თავარი ხატება ღვთისა, ერთ-ერთი უნარჩვევა ხატება ღვთისა ადამიანში ჩადებული არის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. განარჩიოს, ხომ შეიძლება გაარჩიოს და უნდა გაარჩიოს სიკეთე და ბოროტება, მარჯვენა და მარცხენა, აბა რა უნდა გაარჩიოს? მოყვარე და მტერი თუ არ გაარჩია და მარჯვენა და მარცხენა და ღვთის და კეისრის ერთმანეთისაგან და ბოროტისა და კეთილის გარჩევა თუ არა გაქვს, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე და მაშინ ვერ ლოცულებ, ან ისე ვერ აკეთებ რაღაცას, რაც უნდა ისე გააკეთო, როგორც წესი და რიგია და როგორც წმენა და როგორც ჭეშმარიტი აქსიომები სულიერი მიგითითებს შენ. მაშინ რაღაცაში შეცდომა დაგიშვია უკვე და ეს უნდა გამოასწორო, ამიტომ და სწორი განსჯის უნარი კონდეს ადამიანს, ღვთიურ ნებას მიყვეს და მოელოდოს ღვთიურ პასუხს აუცილებლად. მიყვები რა ღვთის ნებას, აუცილებლად ღმერთი პასუხს მოგცემს, ნუგეშილის მცემელი სულია და იმიტომ და ამ ნუგეშილის მცემელი სულისაგან პასუხს აუცილებლად მიიღებ და გიბოძებს შენ აუცილებლად იმ ყოველივეს, რაც შენი ხსნისათვის აუცილებელია და რაც ცუდია და ფუჭი და ურგები მოგაცილებს და მოგაშორებს და მადლობა თქვი ამაზე და ნუ იწუწუნებ და ნუ იდრწვინებ. მადლობა ღმერთს შესწირა ყველაფრისათვის. და ეს მინდა გისურვოთ, მინდა გულში სულიერი ძალა აგენთოთ, სიყვარული აგენთოთ, ქმედითი სიყვარული, სიმულაცია და იმიტაცია კი არა, ნამდვილი სიყვარული. და არა მხოლოდ რაღაცა დეკლამირება სიყვარულის, არამედ ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც მართლაც ყველაზე მაღლა ქრისტესა და მის სიყვარულს და მისადმი მისწრაფებას აყენებს, რომ მართლაც არაერევა ამა სოფლის ამოვებაში არაერევა ჭეშმარიტი მარადიული ფასეულობები, რომ მართლაც იმ სიყვარულს, რომელიც საოცარი ზებუნებრივი ძალა იმისა, რომ შეინარჩუნოს ადამიანმა მძიმე პოსტაბსოთა სივრცეში თუ პოსტტოტალიტარულ სივრცეში, შეინარჩუნოს ცხოვრების საზრისი, როგორმე შეინარჩუნოს, აღარ არის ლაპარაკი რაღაც ვარსკვლავების მოწყვეტაზე, ის არ დაკარგოს, რაც ღმერთმა მისცა ხატება და მსგავსება დაქციოს, თორემ
სად და რას დაიბრუნებ მე რა ორბიტაზე გახვალდა თუ გახვალდა როგორ დაბრუნდები და დაბრუნდები თუ არა ეს ვინ იცის უფალმა იცის მარტო ამიტომ რაც გაგ დააფასე და შეინარჩუნე და გააღრმავე გაათფე გამოაცოცხლე კინო გაყინავ კინო ჩააფრო და კინო გააფერყრთალებ პირიქით უფრო გამოყვეთე და წმენის თვალით შეხედე ყველაფერს და ჭეშმარიტება მოვა აუცილებლად ისე მოვა შენთან როცა არელი მოულოდნელი სიხარულის სახით და შენ დაცემიდან ამოგიხვანს და ამ დაცემული მდგომარეობიდან აღგადგენს შენ ზეციური ძალა და ყველა ტკივილებისაგან განგან თავისუფლეს ადამიანი არ არის განწერული გერი ღმერთს ყველა შვილები ყავს განწერული გერი იმისათვის რომ ტკივილები და ტანჯვისათვის იგვემოს ნუ იქნება ეს იქნებოდა რაღაც სხვა რაღაც ეს არ იქნებოდა ქრისტიანული ჩვენ არ აქვს ძულს ეს სოფელი და ეს ქვეყნიერება ჩვენ უბრალოდ ამას ყველაფერს განღმრთობის სახით უყურებთ და ყველაფერი ქმნული ჩვენთვის ღმერთისადმი მიმართული ვექტორია რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატივისაგან და ყოველგვარი მეორე ხარისხოვანისაგან და თავარს მივესწრაფოთ თავარისკენ მივისწრაფოთ მადლი უფლისა ჩვენს იესო ქრისტესი ის სიყვარული რომელიც ღმერთმა მოგცა უფალმა რომელსაც თავის თავზე მიიღო წამება გვერმა ჯვარცმა შეურაცხყოფა და შემდეგ მტრეთი დაადგა და ყველაფერი გადალახა ჩვენთვის ჩვენი საცხოვრებისათვის მრავალტანჯული სიცოცხლე გაიარა რომ ჩვენ მარადიული სიცოცხლე მოგცეს აი ამ მადლით აი ამ წყალობით ყოფილიყავით თქვენ ჯანმრთელი და მშვიდობით ზიარებულიყავით დღეს ამინ